მოგესალმებით მეხუთე კლასელებო, მე გახლავართ ჩვენი საქართველოს მასწავლებელი ზანდა მოხევიშვილი. მინდა მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება და ნაყოფიერი წელი გისურვოთ. ჩვენ უნდა გავეცნოთ საქართველოს მის კუთხეებს, მის ისტორიულ წარსულს, ეთნიკურ დაჯგუფებებს და ზოგადად შევისწავლოთ საქართველოს კუთხე-კუნჭულების მიხედვით. მანამდე დღევანდელ გაკვეთილში მინდა ვისაუბრო ზოგადად ქვეყნებზე, მის კუთხეებზე, რა გვეხმარება, რომელი მიმართულებები, რომელი მოძღვრებები იმაში, რომ კარგად განვასხვაოთ, კარგად ჩამოვაყალიბოთ შეხედულებები და აზრები ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებსა და მათ ცხოვრების წესზე. მე მინდა დავიწყო საუბარი იქიდან, რომ ხალხებისა და ქვეყნების უკეთ შესასწავლად მეცნიერები სხვადასხვა მიმართულებებს იყენებენ და მიმართავენ. ეს მეცნიერებები მე ჩამოგიწერეთ და მინდა დავიწყოთ ისტორიით და მისი მნიშვნელობით ამ შესწავლის კუთხით. ანუ ისტორია არის მეცნიერება, რომელსაც სწავლობენ ისტორიკოსები. ის მოგვითხრობს წარსულის მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებს. ისტორიული მოვლენები შეიძლება მოთხრობილი იყოს წყაროების სახით. ეს წყაროები არის ფოტომასალები, რაიმე ნაპოვნი ძველი მატერიალური ნივთები, ან თარიღები, რომელიც ძალიან ბევრის მთქმელია. ასევე შეიძლება იყოს არქიტექტურული ძეგლი, რომელიც თავის ეპოქას ისტორიულად ძალიან ფართოდ და მდიდრულად გადმოსცემს. მინდა აღვნიშნო ასევე არქეოლოგიის წილი ამ სპეციფიკით. არქეოლოგია იკვლევს და სწავლობს, პოულობს მიწის წიაღში ძველ წარსულის ისტორიაში ნასახლარი ხალხის ნამოსახლარს, მათ საყოფაცხოვრებო ჭურჭელს, ყოველდღიურობას, რაც აი თითოეული დეტალი შეიძლება იყოს ძალიან ბევრის მთქმელი. არქეოლოგიის შემსწავლელებს ქვიათ არქეოლოგები და ისინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფენომენი არიან ამ შესწავლის კუთხით. გადავიდეთ გეოგრაფიაზე და მის მნიშვნელობაზე. გეოგრაფიას სწავლობენ გეოგრაფები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, მინდა აღვნიშნო, რომელიც მოგვითხრობს ზოგადად დედამიწაზე, მასზე მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე და გეოგრაფიული მოვლენების მის ზედაპირზე განაწილების თავისებურებაზე. გეოგრაფები ცნობილნი არიან იმით, რომ ისინი სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა დატვირთვით იწყებდნენ მოგზაურობებს, მაგრამ ყველა მოგზაურობა სრულდებოდა ახალი მიწების აღმოჩენით, ახალი წყლების, აეპოტორიისა თუ აკვატორიის შესწავლით და მათი მოღვაწეობითა და მოგზაურობით ჩვენ გვაქვს უძველესი პერიოდიდან მოყოლებული საკამაოდ ისეთი რთული, დაუხვეწავი რუკები, რომლებიც პერიოდებისა და მიხედვით განვითარდა, დაიხვეწა, ბევრი დეტალი ჩაიდო მასში და დღეს ძალიან ნათელი წარმოდგენა გვაქვს ამ მეცნიერების დახმარებით ჩვენს პლანეტაზე, რომელზეც ვიმყოფებით და ვსაქმიანობთ. მინდა შევეხო ეთნოგრაფიას. ეთნოგრაფები სწავლობენ და აკვირდებიან და ეთნოსი ნიშნავს, ანუ ეთნოს არის ხალხი და გრაფოს მისი აღწერა. ეთნოგრაფები მუშაობენ იმაზე, რომ განსხვავება და საერთოობა აღმოაჩინონ წარსულის ხალხებში, მათ სხვადასხვა ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ხალხებს შორის რა საერთოობა და განმასხვავებელი ნიშნები ფიქსირდებოდა ადრე და დღესაც. და შედარებით უფრო თანამედროვე მეცნიერული მიმართულება, რომელსაც დემოგრაფია ქვია და ის ნიშნავს ხალხის აღწერას ასევე, დემოსი არის ხალხი. ოღონდ ის ჩვენ მოგვითხრობს, დემოგრაფები გვიამბობენ ამბებს, მოსახლეობის ზრდის, სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურის, ან შემცირების, ან მიგრაციების, გადაადგილების და მათი ყოველდღიური აქტიური მოძრაობების მიზეზ შედეგობრიობას. დღეს ამ საგაკვეთილო თემაში მინდა ცოტა უფრო მეტად გავშალოთ თითოეული ეს მეცნიერული მიმართულება. მე გითხარით გაკვეთილის დასაწყისში, რომ ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების უკეთ გასაცნობად ბევრი მეცნიერული მიმართულება, ანუ გამოყენებული და დახმარებას მიმართავენ ხოლმე მეცნიერები, როცა ამა თუ იმ კუთხეს, რეგიონს თუ მხარეს ცდილობენ რომ შეისწავლონ. მე მინდა ვისაუბრო ისევ ისტორიის როლზე. ისტორიული ფაქტები ხდება გარკვეულ დროში, გარკვეულ პერიოდში, მაგრამ ნებისმიერი მოვლენა ისტორიული ხდება გეოგრაფიულ გარემოში. ეს შეიძლება იყოს ომი. ნებისმიერ საომარ ვითარებაში დაკავებულია ორი ან მეტი და უფრო ხშირად მეტი ქვეყანა და მათ ადგილმდებარეობას თუ არ გავეცნობით, თუ არ დავასახელებთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ რთული გაგვიჭირდება და რთულად აღსაქმელი იქნება ჩვენთვის, რა მონაკვეთებზე, დედამიწის რომელ სივრცეზე გვაქვს საუბარი.
ან მეზობელი ქვეყნები ბრძოლობენ და ომობენ, თუ პლანეტის ძალიან ერთმანეთისგან მოშორებული რეგიონები. ასევე მინდა ვთქვა ის, რომ ისტორიულ ფაქტთან ერთად უნდა დავასახელოთ ხოლმე გეოგრაფიული გარემოს სირთული ან სიმარტივე. როდესაც ომი ხდება ხმელეთის სივრცეზე ან ტერიტორიაზე, მაშინ ეს ცოტა სხვა სუბუქ ფორმებთან არის დაკავშირებული. თუ ომი ბრძოლა ხდება კუნძულებზე, არქიპელაგებზე, ნახევარკუნძულებზე და ზღვის სანაპირო ხაზებზე, ანუ აკვატორიის სივრცეში, ესაც გეოგრაფია ეხმარება ისტორიულ მოვლენას, რომ ეს კარგად წარმოვაჩინოთ. სწორედ ამ დროს აუცილებელია გამოვიყენოთ ის წყლის თვისებები, რაც გეოგრაფიული მოვლენებით არის დატვირთული, წყალთან დაკავშირებული სირთულები, ამიტომ ომები, ბრძოლები შედარებით უფრო რთულად გადასატანი არის ხოლმე. ასევე მინდა მაგალითად მოვიყვანოთ თუნდაც ჩვენი ქვეყნის საქართველოში წარმოებული ომები, მტრების შემოსევები, რომლებიც კავკასიონის მთათა სისტემას უკავშირდება. კავკასიონი თავისი რთული რელიეფური აღნაგობით, შედგენილობით, სიმაღლით ზღვის დონიდან იმდენად დიდ სირთულეებს უქმნიდა ყოველთვის მტრებს, რომ ძალიან ბევრჯერ უკან დასახევი მიზეზი ეს გახდა, უკვე მზად მოსულები ჩვენ საზღვართან უკან დაიხიეს, ან მეომართა დიდი ნაწილი მათი ემსხვერპლა რთულ კლიმატურ პირობებს, დითოვლიანობას, რთულ უღელტეხილებს, ძალიან რთულად გადასალახავ ბუნებრივ ბარიერებს და ასე შემდეგ. მე აქ ამ საუბრით ვეცადე ძალიან სიმჭიდროდ დამეკავშირებინა ერთმანეთთან ისტორიისა და გეოგრაფიის ხვედრი. ასევე მინდა ვთქვა ისიც, რომ ცნობილი გეოგრაფები, რომლებიც ძალიან დიდ ოქროს ეპოქებს ქმნიან, ეს იყო უძველესი ანტიკური მოგზაურობები, შუა საუკუნეების მოგზაურობები, რომლებიც თვითონ მეცნიერება გეოგრაფიაში ოქროს ხანად არის მიჩნეული, დიდი აღმოჩენების პერიოდად არის ეპოქად მიჩნეული, ნებისმიერ გეოგრაფიულ კვლევასაც ძალიან დიდი ისტორიული დატვირთვა ჰქონდა, იმიტომ რომ ესა თუ ის მიწის კონტინენტის აღმოჩენა ხდებოდა გარკვეულ ისტორიულ ეპოქაში, პერიოდში და უფრო ამდიდრებდა და ამრავალფეროვნებდა აღნიშნულ ისტორიულ მონაკვეთს. შემიძლია მაგალითისთვის მოვიყვანო ქართველი ბატონიშვილი, ეს არის ვახუშტი ბაგრატიონი, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება და ღვაწლი აქვს ისტორია გეოგრაფიის განვითარებაში. ვახუშტი ბაგრატიონი თვითონ ფეხდაფეხ დადიოდა საქართველოს მიწა-წყალზე და აკეთებდა ძალიან ბევრ ჩანაწერებს ხალხის შესახებ, მათი სამეურნეო საქმიანობის შესახებ. ასევე ის გვიყვებოდა გეოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებზე. არ შემიძლია არ ვთქვა საქართველოს კუთხე-კუნჭულების აღწერა მის მიერ, ისტორიული დატვირთვა აქვს მის ამ ნაშრომს და მან მინდა ვთქვა, რომ ის ძველი წარმოდგენები ისტორიული თუ გეოგრაფიული, რაც საქართველოზე მანამდე ჩანაწერებისა და წყაროების სახით იყო შემონახული, საერთოდ ახალი ელფერი შესძინა, იმიტომ რომ მან საკმაოდ მაღალი მოწოდებითა და მაღალი ტერმინოლოგიებით გადმოგვცა გეოგრაფიული და ისტორიული ეპოქები და მოვლენები. მან ასევე შექმნა პირველი გეოგრაფიული და ისტორიული ატლასი საქართველოსი, რა თქმა უნდა, სადაც დეტალურად იყო გაწერილი ყველაფერი. მან ძალიან დიდი ისტორიული მონაკვეთი დაიჭირა ჩვენს კაცობრიობის, ანუ მეხსიერებაში, ის დაახლოებით 300 წლის წინ მოღვაწეობდა და მინდა ვთქვა, რომ ამ პერიოდის წინ ცხოვრების, ანუ თანამედროვეების გადახედვის შემდეგ მივხვდებით, რომ ეს ადამიანი უგზო-უკვლოდ განათლებული, საკმაოდ ჩამოყალიბებული და ისეთი დახვეწილი პიროვნება ბრძანდებოდა, რომელსაც ხელს უწყობდა თავისი ეს შესაძლებლობები, რომ ეპოქა შეექმნა ისტორია გეოგრაფიისთვის. მინდა შევეხო არქეოლოგიას და მე თქვენ მოგიმზადეთ ასევე წყაროები ფოტომასალის სახით, მოვიძიეთ თქვენთვის სწორედ, რომ ჩემი ეს საუბარი უფრო ნათელი და ადვილი გამხდარიყო, რომ ადვილად მოვიტანოთ თქვენამდე ის ყველა ნასაუბრები, რასაც ახლა ვცდილობ, რომ გადმოგცეთ და სწორედ არქეოლოგები, წეღანად ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, რომ ისინი ცდილობენ, შრომობენ გარკვეული წესებისა და კანონების დაცვით, რაც არქეოლოგიურ სამუშაოებს თან ახლავს ხოლმე, ძალიან დიდი სიფრთხილით, რომ ძველი ნაკვალევი, ძველი ისტორიული პერიოდების ნაკვალევი მათმა უხეშმაქმედებამ არ წაშალოს, თითოეულ ფრაგმენტს, ეს ჭურჭელი იქნება საოჯახო, საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო, ძალიან ბევრის თქმა და გადმოცემა შეუძლია ჩვენთვის. ამიტომ არქეოლოგიური მოპოვებული მასალებით ძალიან გამდიდრებულია საქართველოს მუზეუმები და თქვენ ალბათ პედაგოგებისა თუ მშობლების დახმარებით გექნებათ საშუალება, ან შეიძლება უკვე გქონდათ, რომ ნაზიარები იყოთ ჩემს მიერ ნათქვამს და აღნიშნულს.
მინდა გადავიდე ასევე ეთნოგრაფიაზე. მე მინდა ვთქვა ის, რომ ისეთი სიჭრელე კაცობრიობაში, რასიზმში, რელიგიურ წარმომავლობაში თუ სხვადასხვა კუთხით, ანუ კლასიფიკაციაში მოსახლეობას რაც ეხება, ისეთი სიჭრელე როგორიც დღეს არის, წინათ არ არსებობდა. ეს უფრო მეტმა გლობალიზაციამ ანუ შეგვიქმნა და გლობალიზაცია ზოგადად არის მოვლენა, რომელიც პლანეტას ერთ ვიწრო და მჭიდრო სახლად აქცევს ხოლმე და დღეს ჩვენ ამ თანამედროვე ეპოქაში მოღვაწეობთ, ანუ საჰაერო ტრანსპორტის განვითარებამ, სამაგისტრალო გზებმა და ამ კომუნიკაციებმა ჩვენი პლანეტა ერთ ძალიან პატარა კუთხედ აქცია და ჩვენ ნებისმიერ დროს გვაქვს საშუალება იმის, რომ შორეული მანძილებიდან დავუახლოვდეთ და ვიმოგზაუროთ ძალიან დროის გარკვეულ მოკლე მონაკვეთში მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში და სწორედ ეს იმიტომ ვახსენე, რომ ამან შეუწყო ხელი მსოფლიო მოსახლეობის რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ და სხვადასხვა კუთხით სიჭრელეს. ამიტომ ძველად, რასაც ეთნოგრაფები მოგვითხრობდნენ ხალხების შესახებ, სულ რამდენიმე კლასიფიკაციური ერთეული შეიძლება ყოფილიყო და დღევანდელმა გლობალურმა სამყარომ და ცხოვრების ამ სტილზე გადართვამ ეს სიჭრელე უფრო გამრავალფეროვნა. მინდა საუბარი გავაგრძელო დემოგრაფიის კუთხით. წეღანაც აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ დემოგრაფია შედარებით უფრო თანამედროვე მეცნიერებაა, რომელიც ჩამოყალიბდა იმის გამო და უფრო საჭირო გახდა მისი არსებობა, რადგან თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა მოსახლეობის უფრო სიჭრელე, მრავალფეროვნება, ბევრი მახასიათებელი გაჩნდა ხალხთა შორის და ამიტომ ეს მეცნიერება გვეხმარება ამაში. უფრო ზუსტად კი რომ გითხრათ, დემოგრაფია აღწერს და სწავლობს მოსახლეობის მიგრაციებს, მის გამომწვევ მიზეზებს, გადაადგილების გეოგრაფიულ მოვლენებთან კავშირებს, მიგრაციის ხანგრძლივობებს, ურბანიზაციას, ასევე ზრდასა და მის შემცირებას, რა მიზეზები და რა საფუძვლები შეიძლება ედოს წინ. დემოგრაფები არიან ხალხი, რომელიც მუდმივ მუშაობის პროცესში არიან. ვინაიდან, რადგან მოსახლეობა უწყვეტ პროცესში გადაადგილდება და უწყვეტია მისი ყოველდღიური გადაადგილებები და აქეთ-იქით ანუ მსვლელობები, ეს ყოველდღიურ საქმიანობასთან ახლავს, შესაბამისად დემოგრაფებიც ვერ ჩერდებიან, მუდმივ დაკვირვებებს აკეთებენ, სწორედ ისინი გვიმზადებენ საინფორმაციო ბაზას, რომელიც მოგვითხრობს ამა თუ იმ ქვეყნის, რეგიონის თუ კონტინენტის მოსახლეობა რამდენია, როგორია რელიგიური მდგომარეობა, რომელ რელიგიას უფრო მეტი ყავს მიმდევარი, სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, ქალთა ხვედრითი წილი რამდენია მამაკაცების ან ახალშობილების ზრდასრულების და ასე შემდეგ. შრომისუნარიანი მოსახლეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფენომენია მოსახლეობაში. ანუ ეს ის ძირითადი მეცნიერული მიმართულებები იყო, რომელზეც მე ვისაუბრე, რაც უფრო მჭიდროდ არის კავშირში იმასთან, რაც გვეხმარება ქვეყნების, ხალხების დახასიათებაში. ჩვენ ეს თემა დავიწყეთ საქართველოს კუთხეების შესწავლა გაცნობაში, რომელი მეცნიერებები გვეხმარებიან, მეთქი ამით დავიწყე ამის საუბარი და ეს თემა მინდა მოვარგოთ მხოლოდ საქართველოს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თანამედროვე ანუ კვლევების პერიოდში გამოყენებული არის ხოლმე დიაგრამები, ეს უფრო ისტორია, გეოგრაფიას ეხება, ასევე დემოგრაფიას. ეს თანამედროვე კომპიუტერული დიაგრამები უფრო ნათელ სახეს გვაძლევს იმისას, სად როგორია მდგომარეობა რიცხოვნული თუ ასე შემდეგ. ძველად ეს მონაცემები წარმოდგენილი იყო ხოლმე ტექსტობრივი მაჩვენებლებით, სადაც ეწერა უამრავი ციფრები, საკითხავად და ამოსაკითხად იყო ძალიან უინტერესო, მოსრაფბეზრებელი და რა თქმა უნდა სკოლებშიც მოსწავლეებთან ეს პრობლემა ყოველთვის იყო და რაც უფრო ეპოქა ვითარდება და გლობალიზებულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, დემოგრაფია მიმართავს სქემებისა და დიაგრამების გამოყენებას, რაც პირდაპირ ერთი შეხედვით გვაძლევს ანუ წარმოდგენას ამა თუ იმ კუთხის მოსახლეობის სტრუქტურაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მეცნიერებაში. ამით მინდა ამოვწურო დღევანდელი ჩვენი თემა. იმედია, რომ საინტერესო და გასაგები იყო ჩემს მიერ ნასაუბრები ყველა საკითხი და მინდა სახალისო და ეს პატარა დავალება მოგცეთ. ამ დავალების შესასრულებლად გამოიყენეთ ოჯახის წევრები, უფროსები, უმცროსები, ვინც შეძლებს თქვენს დახმარებას და
შევეცადოთ მოვიძიოთ მონაცემები ან ფოტომასალა, ან ტექსტობრივი მასალა, ან ლიტერატურიდან ამოვიკითხოთ და მოვიძიოთ ისეთი მასალა, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის და გამოხატავს თქვენი კონკრეტული კუთხის საყოფაცხოვრებო დეტალებზე, სამეურნეო ცხოვრებაზე, წარმომავლობაზე, ჩაცმის კულტურაზე, რელიგიურ ტრადიციებზე და ანუ წარმოდგენას შეუქმნის თქვენი წარმომავლობის შესახებ მსმენელს. შეეცადეთ ეს დავალება მომზადებული იქნას საშინაო დავალების როლებში. მე ამით გაგემშვიდობებით, იმედია საინტერესოდ შედგა ჩვენი საუბარი. მომავალ შეხვედრამდე.